მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და გეტყვით რომ დადგა ჩვენს შესანიშნავ ქვეყანაში შესანიშნავი პერიოდი შემოდგომა სექტემბრის თვე მიყვარს ძალიან და ძალიან მიხარია რომ აი ამ სექტემბრის თვეში პირველი სტუმარი გვეწვია ბატონი კონსტანტინე გამსახურდია რომელსაც არც კი ჭირდება მე მგონებ წარდგენა მაგრამ მოითხოვს გადაცემის ფორმატი მის წარდგენას და ბატონო კონსტანტინე ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის ჩვენთან აი ამ მოგრძალებულ სტუდიას ვეძახით არტ სივრცე არის ეს ჩვენი სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო რომ ამ გადაცემის ხარდამჭერი არის იუსკი ეს არის საყოველთაოდ ცნობილი სკანდინავიური ბრენდი რომელიც აი ესე დაგვიდგა გვერდში და ასევე ყავს ჩვენ ვინოტელი გვამარაგებს აი ამ შესანიშნავი სასმელით ღვინო უხდება ხო საერთოდ საუბარს რა პირველივე რაც შეიძლება რომ შეგეკითხო ბატონო კონსტანტინე ჯერ ერთი საოცრად ლამაზად ჟღერს თქვენი გვარსახელი საოცრად ლამაზად და მეორე როდესაც მას მიემატა ისევ ეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა ეს ალბათ რამხელა პასუხისგებლობა არის მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება თქვენი საქმისადმი და აი ორიოდე სიტყვით მანამდე ეკაშენ სხვა მიესალმები მაყურებელს რა თქმა უნდა მოგესალმებით ძალიან ესეთი რაღაცა ძალიან აღელვებული ვარ იმითი რომ ანუ რაღაცა არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო კოკო იმიტომ რომ თუ შეიძლება კოკოთი მოგმართავ იმიტომ რომ ჩვენ ვაკავშირებს მეგობრობა და რომ მოხვედი ჩვენთან და ანუ ეს ძალიან მე მგონია რომ ძალიან წარმატებული და კარგი საუბარი შედგება და ეს პირველი ის რაც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და მაყურებელს რაც აინტერესებს აი ამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თქვენს აი ამ თანამდებობაზე მოსვლასთან დაკავშირებით 1-2 სიტყვით რო გითხრათ რა დიდი მადლობა ძვირფასო ბატონო ლევან ძვირფასო ეკა მოხარული ვარ რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად აი ასეთ უშუალო ატმოსფეროში ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე მივესალმები ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობა არ არის იოლი საქმე დიდ პასუხისგებლობასთან არის ეს დაკავშირებული რამდენადაც ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნსაცავი არ არის ეროვნული ბიბლიოთეკა ეს არის ეროვნული მეხსიერების უმთავრესი ცენტრი ჩვენი საუნჯეა ჩვენი მეხსიერება კულტურული ეროვნული მეხსიერება როგორც ერი სახელმწიფოსი მარტო ერი სახელმწიფოსი კი არა იმიტომ რომ ერი სახელმწიფო ჩვენ 1918 წლიდან მქონდა და განახლებული ფორმით 1991 წლიდან მანამდე ჩვენ უზარმაზარი ისტორიული გზა გამოვიარეთ აი ეს ყველაფერი აქ რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და რამდენადაც ისტორიის ბედუკმართობამ განაპირობა ჩვენთან არის თავმოყრილი აქ არის არქივი აქ არის ქართველ მოღვაწეთა უამრავი მასალა ასევე საარქივო მოთავსებული ჩვენთან ძალიან ბევრი მემორიალური ნივთი აქ არის რარიტეტი ანუ იშვიათი წიგნების განყოფილება რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იქნა დაფუძნებული ცოტა აქეთ რა თქმა უნდა ისტორიულად ცოტა აქეთ ჩვენსკენ მაგრამ მაინც გასულ საუკუნეში აქ არის ჩვენი შესანიშნავი 4 მუზეუმი ну შეიძლება 5-იც თქვათ, იმიტომ რომ მე-5 ეს კიდევ ასე დამწერლობის დარბაზი. აქ არის ემიგრაციის მუზეუმი, აქ არისავლაბრის არალეგალური სტამბის მუზეუმი, ქართველ ანარქისტ რევოლუციონერებთან დაკავშირებული. ეს შემოდის ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენთან აქ არის წიგნის მუზეუმი, აქ არის ემიგრაციის მუზეუმი, აქ არის პრესის მუზეუმი, ეს ყველაფერი შემოდის ჩვენთან. ჩვენ არაერთ ადგილას გვაქვს საცავები, ну გვაქვს ქუთაისში გვაქვს, ცინცაძის ქუჩაზე გვაქვს, ეხლა უკვე გვერდება ზუგდიდის ახლა დაშენებული ზვიადგამსახურდია საპრეზიდენტო ცენტრი, რომელიც უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილი, ცენტრი განყოფილება. ეს რაც შეეხება ზოგადად საკითხის აი ამ ზოგად მხარეს, რა არის ეროვნული ბიბლიოთეკა, რა თქმა უნდა
აქ ყოფნა ნიშნავს თანაზიარებას იმ დიდ ადამიანებთან, რომლებმაც ეს ბიბლიოთეკა შექმნეს. ეს იყო, რა თქმა უნდა, პირველი სკოლისა დიმიტრი ყიფიანი, თავადი თბილისის ერთ-ერთი მერი, უდის, რა თქმა უნდა, წმინდანად შერაცხული და მოწამეობრივად აღსრულებული ქართველი ერის უდიდესი ადვოკატი და უდიდესი ქომაგი. ქართველი ერისა, რომელიც იყო მაშინ დაჩაგრული. ეს ვორონცოვის დროს მოხდა, როდესაც სულით ბილი ძალა ცდილობდა, რომ რა თქმა უნდა ჩვენს სპინაზეც რაღაცა დაედო, ჩვენს მხარესაც რაღაცა გადმოეგდო და სხვათა შორის ჩვენ რაღაცები მაშინ მივიღეთ. და რა თქმა უნდა მე ეს ყოველთვის მირჩევნია, ვიდრე ისეთი თქვათ კოლონიზატორის მხრიდან ისეთი ფიგურა, რომელსაც ჩვენთვის მხოლოდ მათრახი, ბორკილი და ხიშტი ემეტება, ხო? ვორონცოვი ესეთი არ ყოფილა. ამისთვისაც მადლობა. ნამდვილად, ხო და შემდეგ ასევე ვახტანგ ორბელიანი, რომლის ფულითაც, რომლის თანხებითაც აშენდა ეს შენობა. რა თქმა უნდა, გიორგი გეხტმანი, რომელიც იყო ურთულეს დროს ამ ბიბლიოთეკის დირექტორი. გერმანელი ხო? გერმანელი, ოღონდ ეს იყო ბარბარე ჯორჯაძის შვილიშვილი. ხო, დედით იყო ჯორჯაძე და აღზრდილი იყო ქართულად. ნუ გერმანული რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა. იყო ქართული და გერმანული ხასიათების ძალიან საინტერესო შეხამება. იშვიათი შეხამება, რომელიც 1931 წელს განთავისუფლებული იქნა. მისი შვილი სხვათა შორის დაეცა როგორც იუნკერი კოჯორთან, როგორც იუნკერი. და ალბათ ამან ითამაშა გარკვეული როლი, რომ ეს განთავისუფლეს თანამდებობიდან სამწუხაროდ. ეს დიდი პასუხისგებლობა, თამადროს დიდი სიამაყე შეუდგება გულს, როდესაც ფიქრობ ამას, ვთქვათ, რომ სათხარ როგორ ადგილზე იმყოფები. რაც ხელმძღვანელი. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ტაძარია. აქ უნდა ჩვენ ვიყოთ როგორც ტაძართან. ამავე დროს ისეთ ტაძართან, სადაც კონკრეტული საქმეები უნდა, პრაქტიკული საქმიანობა უნდა განხორციელდეს, რამდენადაც ეს არ არის იული მემკვიდრეობა. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში ბევრი რამ კარგად იყო და ბევრი რამ ძალიან ცუდათაც იყო. აი ეს ორივე მომენტი გასათვალისწინებია ცუდად, რამ ხრივ რომ ხარისხი იყო ძალიან დავარდნილი ხომ და ის რაც მაშინ გაკეთდა, ბევრი რამ ფაქტიურად გაიცვითა, გაუვიდა ყავლი, ეს ყველაფერი გამოსაოცლელია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ფინანსებთან. დაკავშირებულია რაღაც პროცედურულ საკითხების მოგვარებასთან, შეთანხმებასთან, ეს არ არის მარტივი ეს ყველაფერი. ანუ პრაქტიკული მხარე ეს კიდევ ცალკე საკითხი არის, რომელიც უკავშირდება ბიბლიოთეკის მართლაც პირვანდელი აი სახით აღდგენას, რომ უბრალოდ აი კედლებზე საოცრესი ნახატებია, ორნამენტიკა, დეკორი. ფრინევსკი იყო პოლონელი მხატვარი, შესანიშნავი მხატვარი სხვათა შორის ეკა, რომელმაც მოხატა აი ის პირველი თავარი კორპუსის შესასვლელი, აი ჰოლი მთლიანად მოხატულია. მის ნახატებს ხედავთ ზემოთაც დიმიტრი ყიფიანის დარბაზში, აქეთ ოთახებშიც არის აღდგენილი მისი წერწერა. ანუ ფრინევსკის გარდა კიდევ სხვა მხატვრების მიერ შესრულებული დეკორიც არის იქ. ამას ყველაფერს უნდა, რა თქმა უნდა, აღდგენა. და აი სწორედ ამას ვაკეთებთ დღეს ჩვენ. წარმომიდგენია რამხელა რუდუნებით. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი აღდგეს. მართლაც საოცარი დარბაზები შეიძლება აქ გამოიკვეთოს. აქეთა კორპუსი, ხო, აქეთა კორპუსი, ეს არის მესამე კორპუსი, სადაც ადმინისტრაცია, სადაც ძირითადი დარბაზია აღდგენილი იქნა 2007-2008 წლებში. სხვათა შორის ქართულ ფონდის მიერ ბატონ ბიძინას პირდაპირი, ასე ვთქვათ, პატრონაჟით და მისი მეთვალყურეობით მას ძალიან დიდი მადლობა მართლაც ამისთვის და ჩვენ ვაპირებთ ასევე ეს კიდევაც იქნეს იქ ასახული კედელზე. იმიტომ რომ როდესაც კეთდება ასეთი სიქველე, საჭიროა მადლიერებაც. ხაროთ ადამიანებს ეს ზოგჯერ სხვა რამედ მიაჩნიათ, მადლიერება არის მადლიერება და მორჩა აქ წერტილი უნდა დაისვას, სხვა რამე არ უნდა იდგეს იმის უკან. და არც ნურს რავინ ნუ იფიქრებს რაღაც სხვას გარდა მადლიერებისა.
რაც შეეხება აქეთა კორპუსი, აქ უკვე მეტია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, სადაც ძირითადად დარბაზებია, სამკითხველო დარბაზებს გულისხმობ. ქართველოგია აქეთ არის ადმინისტრაციასთან ერთად, თუმცა სამკითხველო დარბაზები უკვე მეორე კორპუსში არის. და ესეც რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვობის დარბაზი რო იყო, აი ახლა დიმიტრი ყიფიანის რომ ქვია, ეს დარბაზი არის ფაქტიურად დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს უნდა შესანარჩუნებლად დგას საქმე, აი ესეთი შენარჩუნებაზე კი არ არის, უნდა აღდგენა რესტავრაციაზე, შენარჩუნებაზე არ არის, ეხლა წყალიც არ ჩამოდის, მაგრამ იძულების წესით გარკვეული ნივთების დიდი რაოდენობა დაგროვილი. რამდენიმე ინახება. არა, იქ არის დაგროვილი ცოტა ისე უსისტემოდ. ცუდი სანახავია და ეს უნდა გატანა ხდება. დაწყებული გვაქვს გატანა უკვე ამისი. აქამდე ეს შეუძლებელი იყო როგორც ჩანს. და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით რომ ის მოკლე ვადაში განთავისუფლდეს ეს დარბაზი და დაიწყოს მისი აღდგენა. მაჩაბლის დარბაზის აღდგენა მიმდინარეობს. აი ახლა წუთში ჩვენ რომ აგვსივართ ეს დარბაზი კეთდება. ალბათ აი ვერ წარმომიდგენია ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდეს ადამიანი და აი ზუსტად ამ მოწიწებით არ საუბრობდეს, ალბათ ძალიან კარგი თანამშრომლები ყავთ და დიდი 400-ზე მეტი დიდი ის არის ხო? ჯერ მარტო ამ შენობებში დასაქმებულია 380-მდე თანამშრომელი. კი, 380-მდე ნაწილი არის წიგნის ყოფილ პალატაში, წიგნის პალატა იყო, აქეთ არის, რა თქმა უნდა, კიდევ ქუთაისში გვაქვს, იქაც არის რამდენიმე თანამშრომელი. ქუთაისში დიდი წიგნსაცავია. ჩვენ საერთოდ გვიჭირს წიგნსაცავი და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოვილაპარაკოთ უწყებებთან, რათა გადმოგცენ მათ რაღაც შენობა, სადაც ჩვენ გავმართავთ წიგნსაცავს. ჩვენ გვაქვს 4.350.000 წიგნი. ეს წიგნები აქ დაგროვილია, დაწყებული 1857 წლიდან დღემდე. ესე იგი ამ წიგნებსაც ფაქტიურად ისეთივე შენახვა ჭირდება, როგორც ახლა კინორეჟისორი ვარ და აი როგორც ფირს ჭირდება შენახვა, ალბათ რაღაცა თავის გარკვეული ტემპერატურა და რაღაცაზე. რა თქმა უნდა, აქ არის საჭირო გარკვეული ტემპერატურა, ბალანსია დასაცავი. გაგრილების სისტემა, რომელიც ჯერჯერობით წყობიდან არის გამოსული, მაგრამ ჩვენ მუშაობთ, რომ ეს აღდგეს. მოგეხსენებათ პოსტსაბჭოთა პერიოდის ის ცოტა პირქუში ნაწილი ხო ჩვენთან ცოტა მეტხანს გაგრძელდა იცით ნუ ამას გარკვეული ისტორიული მიზეზები ქონდა ამას ხო ნუ რაც მოხდა ქვეყანამ ძიმე გზა განვლო ძალიან და ამიტომაც გაგვიგრძელდა ის რაც მაგალითად ბალტიისპირეთში ძალიან მალევე საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოგვარდა ჩვენთან ეს გაგრძელდა ზოგან ცალკეულ ადგილებში ეს გაგრძელდა 2 წლეული და მეტი. ამას თავის მიზეზები. რა საკუთარი ამას ყველაფერს თავის ჩვენ ვცდილობთ რომ ამოვიდეთ როგორც სახელმწიფო ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ყველაფერი კეთდება ამისთვის და ნუ გარკვეული თვალსაზრისით ბევრგან უკვე წარმატება სახეზეა. ჩვენც ვცდილობთ რომ ამას არ ჩამორჩეთ და იგივენაირად ეს სფეროც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რომელთაც უკავშირდება ზოგადად კულტურას, უკავშირდება ჩვენს განათლებას, წიგნიერებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, წიგნიერება. ოდესღაც ვიქტორ იუგომ თქვა, რომ როდესაც გუტენბერგის ეს გენიალური გამოგონება წიგნი, რასაც ქვია წიგნი, ხო, მასობრივად დაბეჭდვა რაღაცის, ხო? ახლა ვინ ფიქრობდა გუტენბერგამდე მაგალითად სახარება და ბიბლია თუ ასე მასობრივად დაიბეჭდებოდა, ნამდვილად ვერავინ ვერ იფიქრებდა ამას. ერთ ეკლესიაში ერთი idო ხოლმე ერთი ბიბლიის დიდ ეკლესიებში, პატარა ეკლესიებში, ნუ რას უკაცრავად ვერ ნახავდით, ვერანაირ ბიბლიას ვერ ნახავდით. შეიძლება ფსალმუნი ქონოდათ, ხო? ნუ დიდ ეკლესიაში idო ერთი ახლა ხელნაწერები ყოფილიყო, რაღაც ისიც ადგილები შეიძლება მთლიანი არ ყოფილიყო, სრული არ ყოფილიყო. წარმოიდგინეთ ეს რო მასობრივად დაიწყო არა მარტო რელიგიური წიგნების, არამედ უკვე საერო წიგნების ბეჭდვაც, ხო? ვიქტორ იუგოს დროს ახლა რამდენი რომანი და რამდენი ლექსების კრებული იყო უკვე გამოცული. ვიქტორ იუგომ თქვა, რომ ეს ამან შეიძლება ტაძარი მოკლას. დღეს შეიძლება რა ესეთი საფრთხეც იყოს, რომ თქვათ ელექტრონულმა რესურსებმა და სოციალურად კომპიუტერ, ნუ ინტერნეტ ისე თქვათ, ქსელმა და ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება წიგნი მოკლას, არა? მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტიც ძალიან გვაინტერესებს, როგორც დამხმარე საშუალება.
ძალიან რა თქმა უნდა მოკავშირე და დამხმარე საშუალება ძალიან გვაინტერესებს ასევე გაციფრულება ამ ყველაფრის რაც გვაქვს. აი მაგალითად აი წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის პრესა ხო ჩვენ გვაქვს ივერიები ხოჭურს ეხა გავაკეთეთ გიგანტური წიგნი სადაც ეს 20 ტომეულად გვაქვს დაგეგმილი სადაც ილია ჭავჭავაძის მიერ აღდგენილი გაზეთი ყოველდღიური გაზეთი ივერია არის მთელი 1886 წლის ნომერი დაბეჭდილი. ეს წიგნი არის ნუ რამხელა დაახლოებით 55 სანტიმეტრია სიგრძეში და 55 სანტიმეტრია სიგრძეში და 16 თითქმის 40 სანტიმეტრი სიგარო რაღაც აი ამ უზარმაზარი წიგნია რაღაცა ზოდივით არის რა ოქროს ზოდია 15 კილოგრამს იწონის წიგნი წარმოიდგინეთ ეს არის ყველა ივერიის ნომერი ყველა ნომერი ივერიის დაწყობილი მიყოლებით გაწმენდილი ხარვეზები აღმოფხრილია და გამოსახულებას რაც შეეხება ყველაფერი ეს და ავიღოთ აი ის პრესა რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ და დავხუროთ ეს ფონდი იმიტომ რომ ადამიანები რომლებსაც აინტერესებთ ეს ხო მოდიან მათ უნდა დაიწყონ ფურცლა რა და ჩვენ გვყავს ახლა ისეთი მკითხველიც რომელიც უკირკიტებს რაღაცები აინტერესებს რაღაცების ამოწერა აინტერესებს იკვლევს ეს უნდა რომ დაიხუროს ჩვენ რა თქმა უნდა სანაცვლოდ ელექტრონული ვერსია უნდა შევთვალოს არა ამას აი ეს პლუსი აქვს რომ არ გაფუჭდება ის შეგვიძლია რომ შევინახოთ ელექტრონულს ხო? ელექტრონულად ხო ნახავენ ისინი ელექტრონულად ნახავენ და ჩაიხედავენ იგივე ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული რაღაცა სიმბოლოსავით ხო არ რჩება წიგნი ამ დროს ცით როგორ არის რჩება რა თქმა უნდა წიგნი ისედაც სიმბოლოა კორნელი კეკელიძე რას წერდა აი მაგალითად აი კორნელი კეკელიძე სვამს კითხვას საიდან შეიძლება მოდიოდეს სიტყვა წიგნი ეტიმოლოგიურად და ლინგვისტურად ის გამოთქვამს მოსაზრებას რომ ეს შესაძლოა იყოს ლათინური signum ნიშანი და მართლა წიგნი ნიშანია რა ის იმ შინაარსის ერთგვარი ნიშანია, იმიტომ რომ ასო ნიშნებით არის გადმოცემული შინაარსი. ნიშანია ნამდვილად. ხო და ხა თუ თან ულამაზესი ასო ნიშნები. ის აღდგება, სწორედ აი ამ ასო ნიშნებით აღდგება წიგნი ჩვენში აღდგება. რალფ ვალდო ემერსონი, ძალიან მაგარი ამერიკელი ფილოსოფოსი და ასე ვთქვათ კულტურის ისტორიკოსი წერდა რომ ბიბლიოთეკა არის უცნაური ადგილიო. იქო წიგნებიო განთავსებულია როგორც საიმკვდრებიო, თოთ საცავშიო, მაგრამ ამ მკვდრებს აქვთ საოცარი თვისებაო, როგორც კი მათ შეეხებითო ისინი ჩვენში ცოცხლდებიან. ჩვენ ვაცოცხლებთ ამ მკვდრებსო, ჩვენში. რაღაცა აღდგომასთან წავედი, აღდგომასთან წავედი. რადგან ეს ჩვენი რაღაცა ჩვენთან ქვია ჩვენ გადაცემას და ესეთი ჩვენი არტ სტუდია თავისუფლებას მიცემ ცოტა პატარა გადახრასავით გავაკეთო ეხლა ზუსტად დაემთხვა იმ ჩემ პირველ ასოციაციას ეროვნულ ბიბლიოთეკაზე როდესაც მქონდა შეხება და მივედი ანუ სრულად აღფრთოვანდი მოწიწება ის გზნობასაც გეუფლება აი თვითონ შენობაც ისეთია და მახსოვს რომ იმდენად მომინდა რომ იქ ანუ მეკითხა და იქ ანუ ყოფილიყავ ეს მკითხველი ხო გავხდი და იქ ვიწერდი და ისეთი რაც ახლა ზუსტად თქვი ესე იგი ავიღე შუმერებზე ამოვარჩიე წიგნი მახსოვს და დეტალურად მამის ვიწერდი იმ წიგნს კარგად არ ვიცოდი რა უნდა არა მხოლოდ კითხულობდი არამედ რაღაცა კიდე უფრო მეტი მომინდა ისეთი თითქოს ხო და ისეთი აი მოწადინებით სახლში მე ამოვაჩინე კაი ხნის მერე რომ იგივე წიგნი სახლშიც მქონია თუ ყირა იქ ასე ვთქვათ იქ რომ ეზიარე ეს ჩემთვის დღესასწაული იყო ანუ ნამდვილად ეს არის ეხლა მე რა მინდოდა მე თქვა აი ამდენი ხანია გისმენ და მინდა რომ გითხრა რომ ესე იგი გარდა იმისა რომ ხო შეიძლება კოკო თი რომ მოგიხსენიო ხო არ არის ისა ესე იგი როგორი ესე იგი მისი ანუ სახელი და გვარი მისი წარმომავლობა როგორი ბრწყინვალე წარმომავლობა აქვს ძალიან პირადულს ვამბობ ესე ვთქვათ რაც ჩემ აზრს მაგრამ ვაძლევ თავისუფლებას როგორც მხატვარი რომ ესეთი ჩარტო გავაკეთო რომ ესე იგი მიუხედავად ამ ყველაფრის თვითონ ჩემი აზრით თვითონ კოკო არის თავის და თავად არის ანუ მიუხედავად ძალიან ძნელია რომ როდესაც ესეთი წარსულში ესეთი ისე ყავს რა ქვია წინაპრები ასეთი мама ასეთი ბაბუა იმის მათი ჩინელიდან გამოსულა აი მე როგორც ხო აი აუცილებლად მინდა სულ აი რომ ამას გავუსვა ხაზი რომ
ესე იგი თვითონ არის მე მგონი მაინც იჭრდილება ის სინამდვილეში მაინც იმიტომ რომ თითქოს მაინც ის ასოციაციით იწევს რომ იმათი შთამომავალი თუმცა განათლები კოკო რამდენი ენა იცი სპარსულიც იცი ხო ინგლისური გერმანული ფრანგული პოეზიის უბადლო ცოდნე ნუ სიღრმისეულად მუსიკა მხატვრობაზე აღარ ვიძახი რამდენჯერ აი დაველაპარაკები ოდნავი შეხება აი ყოველთვის გავაცებული აი ახლა მე ჩემ თავს დავაკვირდი ახლა აი რაც დაიწყეთ საუბარი ასე გაღი ელა ჩაგვივარდა ხმას ვეღარ მიღე გოგოდა ხო აი ბონუსული და კიდე მინდა მივამატო არის დიპლომატი არის არ ვიცი გამოსაუამრავი წიგნები უბრალოდ არ ვიცი რომ აი ესეთი განათლებული კეთილშობილი ნუ გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ როგორი ესე იგი არ ვიცი ჩვენ მედალევანი აქტოვანებულები ვართ რომ დახვეწილი და რა ბედნიერებაა რომ ჩვენი ასეთი გონიას ვიაც უყურებ ხოლმე გებს და ხმა რო ლაპარაკობს აი ხანდახან უსმენ და აი ისეთი ძალიან ვიჭერ ჩემ თავს იმაზე რომ აი დინდა რომ დიდხანს ისაუბროს რომ აი რა თუმცა აქვე მინდა ვთქვა რომ თვითონ კოკო არის რაღაცა საოცრად საინტერესო მოსაუბრე და კიდევ ძალიან მინდა ხაზი გაუსვა აი მის არ ვიცი ხა ეს კარგად როგორ თქვა მის უბრალოებას ადამიანებთან რომელიც მარტო ძალიან დიდ ადამიანებს და პიროვნებებს ყველაზე დიდი ბრალიანობა ეგ არის ხო იცი რა არის ისეთი უშუალო და აი და ისეთი თქოს რომ აი იმ ზღვარს ვერც არ გაგრძნობინებს და აქვე მივამატებ მაგრამ აქვე აქვს ისიც რომ ვერც გადახვალ იმ ზღვარს მე ესეთი შესაფერისი ეს ეროვნული ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობა აი როგორც შესაბამისობაშია ვისურვებ რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენ საქართველოს ყველაფერი კონდეს აი ასეთ დონეზე აი ესე ჭადრაკის ფიგურები ვეთიხოს განლაგებული და ეხა მე კიდე გავაკეთებ ჩართვას თუ მომცემთ მე საშუალებას უკვე როდესაც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ როგორია მასთან ერთად თანამშრომლობა უკვე ამას აი ეხლა ვიტყვით შეიძლება და მე ჩაერთვი სიამოვნებით ალბათ ეკა გულისხმობს იმ პროექტს რომელიც უკავშირდება ქართულ ლიტერატურას თანავარსკვლავედს როგორ რა თქმა უნდა უფრო საერო ქართულ ლიტერატურას ასე ვიტყვი საოცარი ინიციატივა ქართულ ლიტერატურა ახლა მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს ქართულ ლიტერატურა და ის მაგრამ ის საერო არ არის ეს გეოგრაფიული ძეგლებია წმინდანთა ცხოვრება აღწერილი წმინდა მოწამეები ეს ცოტა სხვა არის ხო მიუხედავად რომ იქ ბევრ საინტერესო საერო ლიტერატურული კუთხითაც საინტერესო ადგილებს არჩევენ ხოლმე ხო პოულობენ მანდატს მაგრამ ნუ ყველაფერი იწყება მაინც ვეფხვის ტყაოსნით სრულფასოვნად ამიტომაც ამას ქართულ რენესანსსაც ეძახიან ნუ რა შეიძლება ვიდაოდეთ წინარე რენესანსია რაღაცნაირად მიუძღვის რა თქმა უნდა ხა იქ სპარსული ანალოგებიც გვაქვს რა თქმა უნდა სადაც ასევე ეს ისლამური მისტიკა ასევე ქმნის ძალიან საინტერესო პოემებს რომლებიც მოგვიანებით გოეთემ შეამჩნია სხვათა შორის და თქვა რომ ეს პოეტები მეც კი აღმემატებიანო ისეთი მაგრები არიანო მეც კი აქედან ხო აღმოსავლურ დასავლურ დივანში აქედან რომ დავიწყოთ და მოვიდეთ ახალ დრომდე არა ახალ დრომდე ახალი დრო როგორ არის რომ არის რაღაცნაირი კლასიკა ნუ არის ახალი კლასიკა და არის უფრო ცოტა უფრო ამაზე წინ რომ იყო ის კლასიკა ხო აი ეს გვინდოდა ჩვენ რაღაცნაირად თემატიზება პერსონაჟების დონეზე ლიტერატურულ გმირთა თანავარსკვლავედი ასე ქვია ამ პროექტს რომელიც ეკამ შეასრულა შესანიშნავად მისი სრულიად განსაკუთრებული და მართლაც უდახვეწილესი გემოვნება ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და ესთეტიკის განცდა და რაც თავარია ამას წინათ ჩემმა თანამშრომელმა ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანმა მართლაც ფასეული კაცია ეს ძალიან ღირებული ადამიანია თვითონ ბიბლიოთეკისთვის ასეთი შენიშვნა გააკეთა დაკვირვება ეკას ნამუშევრებზე რომ მათ აერთიანებთ ძალიან დიდი სიკეთეო და უბოროტობაო ამ პერსონაჟებს რომლებიც გამოსახული არიან ამ პროექტზე
ამ ნახატზე, არა? ეს არის ძალიან დიდი ნახატი, სადაც გარკვეული ჩარჩოების 72 ჩაიდა 70-ია ისე, იმიტომ რომ ეს არის 10 რეგისტრი, ოღონდ 7 ასე ვთქვათ, გმირი არის თითო რეგისტრში განთავსებული, სულ 70-ია, მაგრამ 2 იმიტომ დაემატა, რომ 2 სურათი არის წყვილი. ერთი ეს არის დავით კლდიაშვილი, სადაც კაროჟნას და დარისპანს ერთად ხედავთ. და მეორე ეს არის თვარის მოტაცება, სადაც თარაში ემხვარს და თამარს ხედავთ ასევე ერთად. დანარჩენი მე რო ვნახე, როგორ მუშაობდა ეკა ამ პროექტზე. მე გავგიშდი, იმიტომ რომ აი ესეთი მიდგომა, აი მხატვრის, როგორი ესეთი ფაქიზი, ესეთი სიყვარული, აი სახეზე რო ეთყობა, ხოჭი, ხელი ხატავს, ხო და გონება და ის, მაგრამ სახეზე რო გეთყობა, რას აკეთებ და რამ ხელა სიყვარულით აკეთებ, ეს ჩემი თვალით. ეს შეამჩნია ზუსტად იმ ჩვენ აი ამაზეა ლაპარაკი. თანამშრომელმა აი ეს დაკვირვება გააკეთა და აბსოლუტურად ვეთანხმები მეც, ნამდვილად მეც ზუსტად ასე ვხედავ. და მე ეკას მიულოცე მაშინ და ეს ძალიან დიდი რაღაცა არის, როდესაც ორიგინალი იქნება დაიდობინა ორიგინალმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აი დანარჩენი მე ვიცი რომ რაღაცები უნდა გაკეთდეს კიდევ ხო რაღაც სასწავლო იმაში აპირებთ მე მგონებ და აი ეს მაინტერესებს რა ეს არ ვიცი სანამ ეგ ძალიან საინტერესოა რაღაცა ძალიან კაი ეხა ძალიან მეც ანუ ეხა საუბრობდი ზუსტად და მანამდე აუცილებლად მინდა ესეც ჩავართო რომ კოკო როგორ მეხმარებოდა როდესაც პირველად როდესაც ეს იგი გავიგე ეს როცა გამიზიარა იდეა რომ ასურული ქონდა ანუ რაღაცნაირად ეს გრანდიოზულობა ამისა ქართული ლიტერატურის ესე იგი იწყება ვეფხისტყაოსნიდან და აგერ მოდის ბოლო პერსონაჟი იყო ოთარ ჩხეიძის ბორიაყიდან ნიკუშა ჩაჩანიძე ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ფილმი ხო გახსოვთ ეს ბორიაყის შენგელაის ფილმი ეს ბორიაყის მიხედვით არის მეგანაბაშიძე თამაშობს იქ და ჩვენ საუბრები ქონდა ძალიან მეხმარებოდა კოკოს დამოკიდებულება ანუ როგორი რა ვიცი ძალიან სათუთი და რამდენიმე საუბარს მე დავსწრები ვარ და მე შელობდით და ესე იგი მე მივხვდი რომ ეს თითოეულ აი ხა იმიტომ გამიცადე რაღაც ჩემ თავზე ვიწვნიე რომ თითოეულ დეტალში აი რაც კი არის ესე იგი არ ვიცი შეუძლებელი ადამიანი ესე ეკეოდეს როგორ იცის არა ხო ეთყობა ამან შემიქნა მე ეს განწყობა ბავშვობიდან რაღაცნაირად ბეზიარე ამას ერთია როდესაც იდეას ამბობ და მეორეა როდესაც ეს იდეა იცი ზეპირად ხედავ და იმას გადმოსცემ და ეხლა ვთქვათ რა აი კოკო შენ გააკეთე ამის ისა რას ვაპირებ რა უნდა რა უკვე რა საინტერესო ის არის ეხლა მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით როგორ განთავსდეს წარწერები ან თქვათ არშიებზე იყოს ეს ახსნები ხა ზოგიერთი პერსონაჟი როგორ არის იცით რომ ზოგიერთ პერსონაჟს ლიტერატურის მართლა კარგი ცოდნე უმეტესობას იცნობს. თუმცა შეიძლება იყვნენ ისეთი პერსონაჟები, რომ დაფიქრდნენ მაინც რა არის ეს და ან გამოიცნობენ ან არა. ხო. ამიტომ ყველას უნდა რაღაც ნუმერაცია გაუკეთეს და დაეწეროს. ხო, დაეწეროს. რა თქმა უნდა, ახლა კაცი რომ ზის და ჭრელი ტანსაცმელი რაღაცა მოსასხამივით, რაღაცა ტყავით, ჭრელი ტყავი აცვია, ახლა ვინ იქნება ეს ჭრელი ტყავით კაცი? უნდა იყოს. ტარიელი რა თქმა უნდა. და თამაშად უნდა იყოს. მაგრამ მაგალითად ფრიდონის და ავთანდილის გარჩევა უფრო რთულია მაინც, იმიტომ რომ მათ ესეთი სახასიათი უჭირავს ახლა. ხო, ავთანდილს წელი უჭირავს და დაფიქრდე რომ ეს წერილი ეს სიღრმისეული ცოდნა. სადა სიღრმისეული ცოდნა რას ნიშნავს წერილი, ხო? თუ ის წერილს არ დააკვირდები იმ წერილს, მე უკვე გაჭირდება. და ეს თქვათ რომ ესე იგი ეს 72 გმირი კი არის და ერთობლივად ერთი ნამუშევარია. და დაახლოებით ერთნაირი ზომის ესეთი ოთხკუთხედი ფრაგმენტებისგან შედგება და არის არაჩვეულებრივი იდეა რომ ეს იყოს თამაში, ლოტო და ტარო, ხო? აი ეს რო ანუ ლაპარაკი იმაზე ეს იყოს ერთიანი პლაკატით, სადაც შეიძლება ჩამოიკიდოს, სადაც გაეკრას. ძალიან ესეთია ესთეტურად ძალიან მართლაც ფასეულია. თუმცა შეიძლება ეს ცალკეულ, ასე ვთქვათ, ლოტოს ფირფიტებად
დამზადდეს ფლიანად, ანუ 70 цали, 10 цали, სადაც ნუ 10-დან 1-ზე იქნება 2. მაგარი იდეა. 2 პერსონაჟი ერთზე, ნუ 70. თავანებული ვარ. და ნუ მეორე რა არის? მეორე არის არკანა ტარო, რაღაც ეგრეთ წოდებული არკანა ტაროს. ტარო ეს იყო ძველ დროს, ანტიკურ ეპოქაში, ელინიზმის დროს იყო ესეთი ფირფიტები, რომელზეც გამოსახულებები იყო. და ამით ნუ ქურუმები, ჰაროსპიცები, რომში იყვნენ ეს ჰაროსპიცები, ხო, რაღაცა მარჩიელონდნენ, ხო? ხო, აბა რა გამოიღებს ზოგი სევდას გამოხატავს ზოგი სიხარულს, ნუ ვთქვათ შეიძლება ამ მიმართულებითაც გაკეთდეს ეს, რომ აი ვთქვათ რომელი პერსონაჟი გამოხატავს ამ წუთში შემდგომარეობას და ვთქვათ რომელი პერსონაჟი გამოხატავს შენ მომავალ გზას. და ამ თამაშს ისე იგი როგორი ან რომელი პერსონაჟია შენ და შენ წარსულს რომელი პერსონაჟი გამოხატავს. აი საინტერესო იქნება ამების და მთავარი რა არის, იცი, თუ არ იცი, ვთქვათ. შესწავლა გიჩნდება სურვილი რომ ჩაწვდე და მოიეთ რომ ამოგივიდეს ეხა ფარსმა სპარსი მაგალითად, ვთქვათ ამოგივიდა ჯაყო. კითხავ გაიგებ. ჯაყო ამოგივიდეს ხო ჯაყო ჩემტერს. იცი ამოვიდეს ჯაყო. ჯაყოი. იცი რა ვახსენე. აგრევიცის ჯაყო მაგრამ. აგრევიცის. თავდაპირველი ვერსია იყო ქართული ლიტერატურის უარყოფითი და დადებითი გმირები, რაღაც ასეთი იდეა იყო. ჩვენ ორივენი შევიყვანეთ, ჩვენ შევიყვანეთ გმირები და ანტიგმირებიც, თუ ანტიგმირიც გმირია, ანტიგმირიც გმირია რა თქმა, ხა ჯაყო ანტიგმირია ვინ არის? გასაკვირველია. ანტიგმირი რო არ ყავდეს გმირია ჯაყო. ან თქვა ყვარყვარე ანტიგმირია, ყვარყვარეც არის. მაგრამ ეს სიკეთით არის, ანტიგმირიც სიკეთით არის დახატული, იმიტომ რომ არ არის აქ ახლა საჭირო რაღაცა დემონებს ხوار დავხატავთ ახლა. ის დემონი არ ყოფილა, უბრალოდ ის იყო, ის ანტიგმირი აქცია რაღაცმა კონტექსტმა აქცია ის ანტიგმირად, ხო, რაღაცა ცუდმა ისტორიულმა, პოლიტიკურმა კონტექსტმა ჩააყენა იგი ისეთ მდგომარეობაში. კი, მაგრამ აქ რატომ მინდა რომ აუცილებლად თქვა, ძალიან მივუახლოვდით ჩვენ გადაცემისეულ თემას. ჩვენთან გვია ამას და აი ეს ჩვენ რომ საუბრობდით მაშინ, როდესაც ვფიქრობდით რომ გმირები და ანტიგმირები და ჩემთვის ძალიან ნათელი გახდა იდეა, რომელიც უნდა ანუ ესე ვთქვათ გადმომეცა, რომ ის ანტიგმირიც და გმირიც ისინი ჩვენები არიან, ჩვენიანები არიან და ანუ ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი ლიტერატურის ის არის, რა ქვია, სახეები არის და აი ეს რომ მითხარი ხა მე ძალიან მესიამუნა რომ სიკეთე აერთიანებდო, სიყვარულით არის გაკეთებული, იმიტომ და კიდევ იმასაც ვიტყვი, შოთა რუსთაველის რაღა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია, ასე ვთქვათ, შეიძლება უარყოფითი მხარეც, მაგრამ ჩვენია ესა. ანუ აი ძალიან კარგად ჯდება ჩვენ კონცეფციაში, იმიტომ მინდოდა რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბნელიც ლიტერატურაში ცოტა სხვანაირად არის მაინც წარმოდგენილი, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ის ცოტა სხვანაირია და ლიტერატურაში მაინც დამუშავებულია ის რაღაც სხვანაირად. მე აი რას ვიტყოდი, იცი, კიდევ აი ერთი უბრალოდ სურვილი მაქვს, რომ აი ამ ნამუშევარს შევეხო რა, რომ ამ ნახატის, აი რა ვიცი, მთელი სიცხადე და აი მთელი აი ეს ბრწყინვალება ჩემის აზრით არის იმაში, რომ ეს 72 პერსონაჟი ხო თითქოს სხვადასხვები არიან, მაგრამ აი ესე დაყოფილები თუ არის, მაგრამ მთლიანობაში არის ერთი ნამუშევარი, ერთი დიდი ტილო არის შექმნილი. ცდილობდი ძალიან. აი ერთი დიდი ტილო არის შექმნილი და თითქოს თუ დავაკვირდებით, ზოგი ხელის მოძრაობით, ზოგი თავის მოძრაობით, აი ეს ისე გადადიან ერთმანეთში, რომ აი თლიან და როგორი განსხვავებული შემოქმედი ინდივიდუალობები არიან, არა? და ამ დროს შეიძლება ცალკე დაყო და ცალკე იყო. სად ეგნატე ნინოშვილი თქვა და სად დავით კლდიაშვილი თქვა, ხო? აი ესე რომ ან სად ილია ჭავჭავაძე და სად ეს იყო რაც მე მინდოდა ძალიან რომ მიმეღწია. სად ლევან გოთუა, ანუ იქ არის კიდე ვასილ ბარნოვი არის. ამოვარდნილი რო არ ყოფილიყო რომელი. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად რა თქმა უნდა ნარატიულობის პრინციპიც არის. ნუ ნარატივ დროში დანახული ნარატივიც არის, არა? რაღაც დრო, როგორც ქართული ლიტერატურის პორტრეტია ეს.
როგორი სიღრმისეული, როგორი გმირები ყავს, ახლა მე გადავიკითხე ბევრი ამ ასობაში და ყველა არ დაეტეოდა ხარ, რა თქმა უნდა, რეალური ის ამაზე შეიძლება 4ჯერ და 5ჯერ მეტი იყოს, მაგრამ მაშინ როგორც მაშინ კიდევ ახალი და ახალი კი. მაგას ვერ ჩადევ. ეს ჩვენ და საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი საგანძურის ბლოგელები ვართ, რომ ჩვენ და საბედნიეროდ. ბატონო კონსტანტინე, ჩვენ გვაქვს ერთი ახალი ესეთი ისა სტუმარს ვაძლევთ სადღეგრძელოს. გაუმარჯოს. უი, რა კარგია, უნიკალური. შემოდგომის განწყობას გაუმარჯოს, რომელიც ერთმანეთთან უფრო გვახლოვებს. შესანიშნავი. მეტი და მეტი სიტყვით. შესანიშნავი. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აი ამ წინვალი შემოდგომას გაუმარჯოს და ყოფილიყოს. გვიანი შემოდგომა მიყვარს სხვათაშორის რა, ძალიან მიყვარს. აბა ჩვენ ულამაზეს ქვეყანაში ამ ულამაზეს შემოდგომას გავუმარჯოს. თორემ გალაქტიონი ხო გახსოვთ რას წერდა რომ სადღეგრძელოზე ჩვენ პოეტები მზიდან ვეშვებით და ვსვამ ცეცხლოვან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს. მზის სადღეგრძელოს ვარ. აბა ეს უნდა შეგვესვა. უნდა შეგვესვა. არა ეს უკვე სხვა მზეა რა თქმა უნდა. კი. რა კარგი ღვინოა. კი. ჩვენი ეს არის ვინოტელის ჩვენი მხარდამჭერი არის ისიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ იუსკი. მეც მინდა ჩემი მხრიდან გადავუხადო იუსკის სკანდინავიურ ბრენდს, საერთაშორისო ბრენდს, რომელიც ნამდვილად აი ესეთი გულწრფელი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატა ჩვენს მიმართ პირველივე მიმართვაზე. ეს ერთი არაჩვეულებრივი კოლექტივია, ვინც არიან და მაშინათვე დაგვიდგენ გვერდში გემრიელა თან ხოცი რომ დავიდგებიან გემრიელა. ქართული დიალოგის იდეა, კულტურული დიალოგი. ხო. და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს და აღჭურვეს ჩვენი სტუდია სრულად აღჭურვეს, ესე იგი ეს საოფისე ავეჯით და საერთოდ მათი პროდუქცია არის, ეს მათი ავეჯი ძალიან მიყვარს, არის ძალიან კომფორტული, სკანდინავიური ესთეტიკა შემოდის ჩვენ სახლებში და ძალიან დიდი მადლობა, ჯადოსნური, ზღაპრული, კი და ამავდროულად ძალიან თანამედროვე და ესე ვთქვათ ფუნქციური ყველანაირად. და რაც თავარია გამოთქვეს სურვილი, რომ ანუ ქართული კინოს ხარდაჭერები. ქართული კინოს ხარდაჭერები. ძალიან დიდი მადლობა, მინდა რომ გადავუხადოთ. ნამდვილად გულწრფელი დიდი მადლობა. ერთი რაღაცაც მინდოდა მეთქვა, სულ არ გაცალებ. არა, როგორ გადავიდა? მე მინდოდა მეთქვა ის, რომ ლევანის ბაბუა, დიდი ლევანი, შენი ბაბუა, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. და მე ჩემი მხრიდან მართალია ბაბუის ძმა არის, მაგრამ მამა მანაღზარდა, ჩემი ბაბუა ძალიან ადრე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, ამიერკავკასიის სამხედრო ინჟინერი იყო. გრიგოლ მუხაძე, ლევან ანჯაფალიძე და კონსტანტინე გამსახურდია, იყვნენ განუყრელი მეგობრები. იკრიბებოდა ლევანს ეხლა აქ წავს სახლში. ბატონი კონსტანტინეს მიერ, რომელიც იუბილეზე მიართვა, 60 წლის თავზე მიართვა. შესანიშნავი. ხო და ისედაც ნუ ახლა ძალიან დიდი მეგობრობა. ხო. როგორ შეიძლებოდა რომ ერთმანეთი არ ცნობოდათ. ასე ვთქვათ, ჩვენს მეგობრობას ქართული საზოგადოება იყო ურთიერთობა, ხო? რო ამბობენ თბილისი ურთიერთობა, რა თქმა უნდა ურთიერთობა იყო. ქართული საზოგადოებაც ურთიერთობა იყო. ეს აი აქეთკენ მინდოდა ახლა რომ წავსული. არო რაღაცა ლოკოკინის ასე ვთქვათ ნიჟარაში ყოფნა კი არა, არამედ ამ ნიჟარიდან გამოსვლა. მეზობლობაც კი სხვანაირი იყო. ერთმანეთისთვის გულწრფელი ქართული ალალი სიტყვის თქმა. ისეთი სტუმარი ვყევ ხარ, რო არ შეგეკითხო ახლა ეს მე აი დასავლურ ორიენტაციაზე რო კეთდება აქცენტი. აი რა არის ეს დასავლური ორიენტაცია? ძალიან კარგი კითხვაა ეს. ჩემო ლევან, დასავლური ორიენტაციაზე მე საუკეთესო რაც შემიძლია აქ წარმოვადგინო, ეს არის ზვიად გამსახურდიას მიერ გაკეთებული. ახლა კარგად გავერკვეთ, წერს იგი, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგიერთს ეს გონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების ჰეროიკა, მოდების წამხედურობა, ხელგაშლილი დგომა კრედიტების მოლოდინში და საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათთან კავშირში ეროვნული სიმდიდრის განიავება. ასეთ დასავლურ ორიენტაციას გმობთ. და შემდეგ აგრძელებს. ამასთან დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნაზრები, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის. ჩვენი თვალსაზრისით ამის ათვისება და გათავისება
დასავლური ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ. ამაზე კარგად ვერ იტყვი მე. ნამდვილად ვერ იტყვი ამაზე კარგად. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან და მადლობა თქვენ პირიქით საინტერესო ფორმატის მოფიქრებისთვის. საინტერესო იდეებისთვის. აბა ძალისხმევისთვის. აბა დავილოცოთ ერთი კიდევ. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს და დიდება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ 64 ქვეყანას შემოგო. თავისი გმირებით, ვინც კი ყოლია, ვინც კი ყავდა, ვინც კი გვეყოლება. და აწყოში ყავს იმ კარგი ადამიანები. ამინ. ძალიან კარგი და ძალიან კარგი ძლიერი ადამიანები.